ტომი რობინსონი არის ბრიტანელი აქტივისტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო იმ ადამიანთაგანაც, რომლებმაც გამოიტანეს საჯაროდ 10 წლეულების განმავლობაში მიმდინარე სექსუალური ძალადობის кейსები, რომლებიც შეეხებოდა ბავშვებს, ახალგაზრდა გოგონებს, ეს საქმეები ასევე მოიცავდა ტრაფიკინგის შემთხვევებს, რასაც გარკვეული პოლიტიკური სარჩულიდან გამომდინარე, მთლიანად ამ ამბების დაფარვა ხდებოდა, დამოლვა ხდებოდა, არ ხდებოდა რეაგირება და პოლიციის და მთავრობის ესეთი შეთანხმებული მუშაობით რეალურად ეს ამ ადამიანების ყოველად ამ ადამიანების მიმართ სისტემურად წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ინგლისში ძალადობა. პერიოდი დაახლოებით მოიცავს 80-იანი წლებიდან 2013 წლამდე პერიოდს. ამ ყველაფერში სულ რამდენიმე ადამიანი იყო ძალიან აქტიური, რომ ის ყველაფერი საჯარო ინფორმაცია გამხდარიყო, რომ გამოიტანოს ადამიანებს ეს ინფორმაცია გარეთ და რაიც შეიძლება მეტ ადამიანს გაეგო ამ სისტემური ძალადობის შესახებ და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი აქტივისტი იყო აი ამ სულ რამდენიმე ადამიანს შორის, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გარისკვის ხარჯზე ცდილობდნენ, რომ დააპირისპირებოდნენ აი ამ გამჯდარ დანაშაულს და მუდმივად არ წყვეტდნენ, ამაზე არ ნებდებოდნენ. ძალიან საინტერესოა, რომ თვითონ სტერეოტიპულად რო შევხედოთ, ახლა როგორც ვიცით, დიდ ბრიტანეთში უფრო რაღაც სოციალურ სტატუსს, წარმომავლობას, ოჯახს, ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ცოტა რაღაცა ასე ვთქვათ, სნობური თუ არ ვიცი ზუსტად ამას რა ქვია, დამოკიდებულება გააჩნიათ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტომის გარკვეულწილად უყურებენ ცოტა ირონიით, შესაძლოა იყოს ეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ძალიან ჭკვიანი ადამიანი, ძალიან კარგად შეუძლია საკუთარი არგუმენტების გადმოცემა ახსნა, ძალიან ენერგიული, მუშაობს დოკუმენტურ ფილმებზე და ეხლა სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ кейსთან დაკავშირებით, სწორედ აი ამ მიმართულებით მუშაობის დროს, რის გამოც ახლა ციხეში ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის, საფუძვლად სწორედ ეს მოუდეს. მოკლედ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ ადამიანმა. შემდეგი მიზეზი ის იყო, რომ რა თქმა უნდა სისტემურ ძალადობას უპირისპირდებოდა და ამ დროს ყოველთვის ყველას მიადგებიან სახლში ადრე თქვიან დიდი ალბათობით. თუმცა ძალიან საინტერესო ის არის, რომ ადამიანები და ბევრი ცნობილი ადამიანი, რომელიც უშუალოდ იზიარებდა ტომი რობინსონის შეხედულებებს, მის აზრზეა, უბრალოდ ანუ სხვადასხვა ერთი და იგივე რაღაცას ლაპარაკობს სხვადასხვა ადამიანები, მისგან ცდილობენ განდგომას და თითქოს თავის განცალკევებას. ამის ერთ-ერთი მაგალითია ბრიტანელი პოლიტიკოსი ნაიჯელ ფარნეჯი, რომელიც არის სწორედ მისი პარტიის იდეოლოგიაც ზუსტად ემთხვევა ტომი რობინსონის იდეოლოგიას, ღრმად არ შევდივარ მის იდეოლოგიაში, იმიტომ რომ აქ რაღაც უფრო ეროვნული საფუძველი უდევს, აქ უფრო რაღაც იმიგრაციული საფუძველი უდევს, იმიგრაციული პოლიტიკა. ტომი რობინსონი იყო ასე ვთქვათ, პოლიტიკური აქტივისტიც არის ეს ბიჭი და რეალურად იმიგრაციასთან დაკავშირებით მას აქვს საკუთარი პოლიტიკა, ასევე კონსერვატიულ ღირებულებებზე არიან დაფუძნებულები, თითქოს მისგან გადისტანცირდნენ. ეს შეიძლება იყოს გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანს როგორც თქვი და თქვათ ის რეპუტაცია არ აქვს, თქვენ რაღაც მუშათა კლასიდან არის თვითონ წარმოშობით ამის გათვალისწინებაც შეიძლება მიზეზად. მოკლედ ანუ ამ ადამიანის გვერდზე გაწევა მოხდა. გარდა ამისა, პირად ისტორიასაც რომ გადავალოთ, თვალე რამდენიმეჯერ გქონდა სასამართლოსთან შეხება. ერთხელ ასეთი ამბავიც არის, რომ აი კიდე რომელიღაც რეპორტიორის ქმარს და მას აყოლებდა წნეხის ქვეშ, რომ დამალეს რაღაც მტკიცებულებები. მოკლედ, ანუ რეალურად ამ ადამიანის ცხოვრება არ არის ასეთი, რომ აი რაღაცა არისტოკრატიული ან რაღაცა ისეთი აი დახვეწილი და ხოდა რეალურად ანუ აქ არის პრობლემა რა, ხშირ შემთხვევაში ანუ არ შეიძლება რომ ადამიანი მესენჯერი თუ ბოლომდე გაწიევის ვისგანაც მოდის მესიჯი. აი ეს მესიჯიც იკარგება. ანუ მე პირადად ამ ადამიანის საერთოდ ვერ ხვდა ვერანაირ მიზეზს, რის გამოც შეიძლება ადამიანებმა განადისტანციროს საკუთარი თავი. კი ბატონო, ცოტა რადიკალური პოზიციები აქვს, უფრო რადიკალური შეხედულებებით გამოირჩევა ეს ადამიანი, მაგრამ რეალურად არაფერი ამორალური ამ ადამიანს არ ჩავდენია. ხო რაღაც პატარა პრობლემები ქონდა პოლიციასთან, ვის არ ქონია რაღაც მხრივ. გარდა ამისა,
აი ასეთი გადისტანცირება ამ ცოტა ისეთი წრეებისგან ძალიან უცნაურია. კანადელი ფსიქოლოგი და არა მხოლოდ ფსიქოლოგი, ანუ უდიდესი ინტელექტუალი, რომელიც დღეს უშუალოდ პოლიტიკურ პროცესებში არ არის ჩართული, მაგრამ სოციალურ პოლიტიკაში ანუ უდიდეს როლს თამაშობს თავის იდეოლოგიური მსჯელობებით, იდეოლოგიებთან დაპირისპირებით, ნუ ძალიან არ უყვარს ასე თავის თავს აქტივისტ, ზოგადად თვითონ არ უყვარს აქტივიზმი, როგორც ასეთი და თავის თავს აქტივისტად არ მოიაზრებს ხოლმე. აი თვითონ პიტერსონს ყავს ტომი რობინსონი ძალიან ბევრჯერ ჩაწერილი, ორჯერ უფრო კონკრეტულად, დაახლოებით 2 საათია მათი ინტერვიუ ჩაწერილი და სადაც რომ დაიჭირეს ტომი რობინსონი და აი ეს გადისტანცირება თვითონ ინგლისელი კონსერვატორების მხრიდანაც რომ დაიწყო მისგან გადისტანცირება, რომ აი არა ეს ადამიანი ციხეში იჯდა და არა ვთქვათ ეს ადამიანი რაღაც შესაბამისი კლასიდან არ არის და არა ეს ადამიანი შესაბამისად ტაქტიანად ვერ აწყობს ყოველთვის თავის გამოსვლებს და ცოტა რადიკალურ ტერმინოლოგიას ხმარობს და აი ამაზე საუბრობდა პიტერსონი ძალიან საინტერესოდ, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში რამოდენიმე კვირის წინ, რომ ანუ კი ან შეიძლება გვინდოდეს, რომ აი სათქმელი რაც უნდა ითქვას, ამბობდეს, აი ყოველად ისეთ რაღაც ადამიანი იტალონი, რომელსაც ვერანაირ ნაკლს ვერ უპოვნი, რომელიც რაღაცა დადის დაფარფატებს და ყველაფერი რაღაც მისაბაძი აქვს. აი ასეთ ადამიანისგან შეიძლება გინდოდეს, რომ სათქმელი ითქვას, მაგრამ ანუ რეალურად ბევრი ასეთი ადამიანი, ზუსტად ასეთი ადამიანები, აი ფურცელზე რომ ძალიან ისეთები არიან, არ ამბობენ საკუთარ სათქმელს, ემალებიან რაღაცას, უფრთხილდებიან რაღაცას და ანუ რეალურად შესაძლოა მოხდეს იმ ადამიანების რადიკალიზება და იმ ადამიანების იზოლირება და ჩამოშორება და გვერდისავლა და ზემოდან დახედვა, ვინც რეალურად ამბობს სათქმელს და აკეთებს თავის გასაკეთებელს. სხვათა შორის არც პიტერსონმა, რომელიც აი რეალურად ფურცელზეც ვთქვათ, ნუ საერთოდ მე რაღაც გარკვეულ ასეთ სოციალურ პოლიტიკაში შევიდო და ასე ვთქვათ, საკმაოდ ასეთი ელიტური უნივერსიტეტის პროფესორი იყო, კლინიკური ფსიქოლოგი 40 წლის განმავლობაში ტორონტოში კერძოდ და მოკლედ სწორედ ისაუბრებს იმაზე, რომ აი ასეთი არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული იმაზე, რომ ვთქვათ აი ეს რამდენად ფურცელზე იდეალურია ადამიანი და მეორე მხრივ ილონ მასკი, რომელმაც აი ბოლო პერიოდში ძალიან განაახლა ტომი რობინსონის გარეშე მსჯელობა, იმიტომ რომ ნუ როგორც ვიცით, მას შემდეგ რაც ტრამპმა გაიმარჯვა 2024 წლის არჩევნებში, ილონიც საკმაოდ აქტიურად აფიქსირებს ხოლმე თავის აზრებს სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებთან დაკავშირებით და შიდა პოლიტიკაში ერევა, ასე ვთქვათ. რაც ჩვენ არ გვიგვრის გამოაქვეყნა ტვიტერზე ასეთი პოსტი, რომ გაათავისუფლეთ ტომი რობინსონი და საკმაოდ აქტიურად იყო ამ პროცესებში ჩართული და მის მიმართ გამოხატავდა ძალიან დიდ მხარდაჭერას. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის.